დილამშვიდობისა დღეს 14 მაისია, ხუთშაბათი, თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. დღეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენებას ზეიმობს. საზეიმო დღეებია ჩვენს ქვეყანაშიც. რამდენიმე დღეა მოგეხსენებათ საქართველოს უძველეს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიას ყავს ახალი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. 12 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრება და მოვისმინეთ საქართველოს ახალი მწყემსთავრის მიმართვა. გილოცავთ ყველას აი ამ ისტორიულ მოვლენას ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერის ცხოვრებაში, ულოცავთ პატრიარქ შიო მესამეს და ვუსურვებთ მას მრავალჟამიერ მსახურებას. ჩვენი გადაცემები ეს დღეები ბუნებრივია, რომ ამ ისტორიულ მოვლენას დაეთმობა და მიეძღვნება. ახლა შეგვიძლია ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და უკვე დაგიბრუნდებით ანონსით. თოთხმეტ მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს, წმინდა ზოსიმე მეორეს კუმურდოელ ეპისკოპოსსა და ჰიმნოგრაფს, წმინდა წინასწარმეტყველ იერემიას, ღირს მოწამე ვატა სპარს, წმინდა მოწამე რომანო ზახალს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით ყველა თამარს ვილოცავთ. მოგეხსენებათ, დღეს არის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენება და რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ანონსს წარმოგიდგენთ, საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის აღსაყდრება და მისი მნიშვნელობა ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში. თემაზე სასაუბრო შემოგვერდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დღეს გვექნება ჩართვა სენაკის წმინდა ალექსის შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიიდანაც. მოგეხსენებათ თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი პატრიარქის შიო მესამე ახალგაზრდების განათლების საკითხს და ეს სკოლა გიმნაზია სენაკში, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ხასიათდება სწორედ ძალიან დიდი საერთაშორისო წარმატებებით. მისი რექტორი ბრძანდება თავად პატრიარქი შიო მესამე და სენაკიდან ჩაგვერთვება სკოლის დირექტორი ქალბატონი ნინო ჯანჭყავა. და კიდევ ერთი თემა გვექნება ჩვენს გადაცემაში, გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთება ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ახალი პატრიარქის აღსაყდრების მნიშვნელობისა და დღევანდელი დღესასწაულის შესახებ, კერძოდ შევეხებით წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის გამოსახულებებს ხატწერაში. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი. ახლა ამინდის პროგნოზს გავეცნოთ, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და დავბრუნდებით, როგორც გითხარით, შემოგვიერთდება მამა გიორგი ვაშალომიძე.
დილამშვიდობისა ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გილოცავთ თამარობას. წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე შემოგვიერთდა. მამა გიორგი, დილამშვიდობისა, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს თამარობას. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ჩვენი ახალი პატრიარქის აღსაყდრების მნიშვნელობის შესახებ, თუმცა დღეს არის ასევე თამარობა, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენება და ამით გვინდა რომ დავიწყოთ. წმინდანად შერაცხულ მეფეზე ვსაუბრობთ და ბაგრატოვანთა გვარიდან მყავს ჩვენ წმინდანი მეფეები, მათ შორის ბრწყინავს კეთილმსახური მეფე თამარი. ვისაუბროთ იმ 8 წელზე, რის გამოც იგი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და განადიდა. დიახ, სარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ მინდა მიულოცოთ ჩვენს ტელემაყურებელს, სრულიად ჩვენ საზოგადოებას ერთი მხრივ უდიდესი მეფის თამარ მეფის ხსენება და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ახალი კათალიკოს პატრიარქის აღსაყდრება. დიახ, თამარ მეფე უაღრესად დიდი პიროვნება გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, სხვათა შორის ძალიან ბევრი მის დროინდელი, მისი თანამედროვე უпроსორად და შემდგომ დროინდელი ისტორიკოსებიც მრავლად წერენ თამარ მეფის შესახებ. ერთია ფაქტი, რომ არასოდეს არც იქამდე და არც იმის შემდეგ საქართველოს არ ყოფილა ესეთი ძლიერი და ბრწყინვალე, როგორც წმინდა თამარ მეფის ჟამს გახლდათ. მოგეხსენებათ, ეხლა მოკლედ შევეხებით, თავიცაც ხადია, ჩვენ ორი წყარო გვაქვს ძირითადად თამარ მეფესთან დაკავშირებული, ქართულ წყაროს გულისხმობ, ეს არის ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი და ბასილი მეზოს მოძღვრის ცხოვრება მეფისა თამარისა და გვაქვს კიდე შემდგომ ფრაგმენტული ქართული და უცხოური წყაროები. კრებსითაც რომ ვთქვათ, თამარი გახლდათ, იცით თქვენ, გიორგი მესამეშვილი, ამ დროს უკვე საქართველოს ძლიერება იწყება დავით აღმაშენებლიდან, იცით თქვენ რომ დავით აღმაშენებლის დროს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ძლიერებას, დიახ, შემდგომ გაგრძელდა მისი შვილის დემეტრეს დროს, შემდგომ გიორგი მესამეს დროს და იყო გიორგი მესამის შემდგომ მეფობდა თამარი. იცით, ეს იყო უნიკალური მოვლენა ზოგადად იმ პერიოდის მსოფლიოში. ქალი მეფე საკმაოდ ესეთი უცხო იყო, სრულიად მსოფლიოს საქართველოს არ გულისხმობ ჩვენ. და გიორგი მესამეს ჩვენ ვიცით რომ მას არ ყავდა ვაჟი, ერთადერთი ასული ყავდა თამარი, ამიტომ მან გადაწყვიტა რომ თანამოსაყდრედ დაესვა ის 1179 წელს და 1184 წლამდე ისინი ერთობლივად მართავდნენ სამეფოს. გიორგი მესამე საკმაოდ სიმკაცრით გამოირჩეოდა, მან სობილია როგორც ჩაახშო აჯანყებები და მოღალატეებს მიუჩინა ადგილი და მას ეშინოდა რომ თამარის ქალობის გამო შესაძლოა ესარგებლად შემდგომ თქვათ შიდა და გარემტრებს, რაც პრინციპში სამართლიანიც იყო და ამით ცდელობა იყო თამარის გამეფებისას, როდესაც ის მარტო დარჩა 1180 წელს. მაგრამ თამარმა ისეთ საოცარია რომ პირველი მისი მეფობა გარკვეულწილად უკავშირდებოდა სიზნელებს, იქ მეჭურჭელდა ყუთლუ არსლანის თქვათ უკმაყოფილება, თქვათ და ასე იქ ფეოდალებმა მოსთხოვეს მამამისის გიორგი მესამეს მიერ დადგენილი გვარით დაბლა დგომი ადამიანების გადაყენება სამეფო თანამდებობიდან და სხვადასხვა პირველ ეტაპზე თამარი გარკვეულ დათბობებზე წავიდა, უნდა თამარ მეფე გამოირჩეოდა საოცარი ჰუმანურობით. მან ისე მიაღწია საქართველოს ძლიერებას, რომ სიკვდილით დაჯა აკრძალა საქართველოს, ჩვენ ვიცით ეს ცნობილი ფაქტი და მან თავისი უაღრესად დიდი მორწმუნეობით, ურთიერთობის სონით ადამიანებთან შიდა სიტუაცია დაამშვიდა. და ამის შემდგომ გადავიდა უკვე ასე ვთქვათ გარემტრებით ფიქრობდნენ რომ ისარგებლებდნენ იმით რომ ახალ მეფე ქალი იყო მას ასე ვთქვათ მოექცეოდნენ ისე როგორც მათ სურდათ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე მან ორჯერ იქორწინა, მოგეხსენებათ, პირველი ქორწინება მისი ასე ვთქვათ წარუმატებელი იყო იურისთან, ბოგოლიუბსკის მთავართან, შვილთან, გიორგი რუსად იხსენიება, კი ბატონო, შემდგომი ქორწინება მისი იყო აბსოლუტურად გამართლებული დავით სოსლანთან, რომ დავით სოსლანი იღებდა მონაწილეობას აბსოლუტურად ყველა ომში, მთავარსარდლობდა ის თამარის ჯარს. თამარი იწოდება მეფედ და დედოფლად, ანუ არა მხოლოდ დედოფლად, არამედ
მეფეთაც მის ტიტულატურაში. ასე გახლავთ აი განსაკუთრებით გამოყოფთ მის ორ ბრძოლას, რომელიც წყინვალე გამარჯვებით დასრულდა, ეს გახლავთ შამქორის და კი ბატონო 1195 წელს და 1202 წელს შამქორისა და ბასიანის ბრძოლები, განსაკუთრებით ბასიანისა, როდესაც მისი შეურაცხყოფა სადა უქნა დინმა, როდესაც მას გამოგზავნა მუქარით სავსე წერილი და საკადრის პასუხიც მიიღო ბატონო მისი მხედარ თავრისგან არა ივანე მხარგრძელისგან აი საოცარი თამარის პასუხი ის აქედან ჩანს თამარის პიროვნება ძალიან კარგად ის წერს უფრო ის რომ მივიღე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი მაგრამ იცოდე რომ შენ მოდიხარ შენი ძალით და იყნობი შენ ზალას მე მოვდივარ ღვთის ზალით და დაეღმერთება განაგოს ჩვენ შორის გამარჯვებული და ასე ხდება ბასიანის ბრძოლის შემდგომ წყინვალე გამარჯვებას იზეიმებს თამარი. თამარ მეფე უაღრესად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, ამიტომაც არის ის მოგეხსენება წმინდა ნაჩრეასხული. ესეც უნდა თქვა ჩვენ რომ აი საქართველოს ისტორიაში ზოგადად საქართველოს ფიზიკური ძლიერება ყოველთვის დამყარებული იყო მის შინაგან სულიერ ძლიერებაზე. და აი თამარის თამარი უაღრესად დიდი მორწმუნე გახლდათ და არა მარტო ის გარშემო ვინც ყავდათ ასევე უაღრესად დიდი მსასვენებელი იყვნენ ღვთის მიმართ მაგალითად ცნობილია რომ ყოველი ბრძოლის წინ თამარი ლოცულობდა ღამეს ათენდა განსაკუთრებით ვარზია უყვარდა მას რომელიც მისი აგებულია მოგეხსენებათ და შემდგომ ფეხშიშველი როგორც აი შესაბამის წყაროშია დაწერილი ჯვრით ხელში მიაცილებდა ჯარს და აი თამარის ეპოქაში არც ერთი ბრძოლა თამარს არ წაუგია არც შიდა მტრებთან და არც გარე მტრებთან უფალი წინამძღვრობდა რა თქმა უნდა რომელსაც ეს ასუებდა დიახ ამავდროულად იყო ანუ ერთი მხრივ იყო უდიდესი მეფე და მეორე იყო თამდაბლობის და უბრალოების განსახიერება ცნობილია მისი ცხოვრებიდან როგორ ეხმარებოდა ის ძალიან ბევრ გაჭირვებულს ასევე მას მისახელთან არის დაკავშირებული კულტურული აღმავლობა ჩვენი ქვეყნის საამძროს აშენდა ძალიან ბევრი ტაძრები იყო ბეთანია ყინწვისი თქვა დავით გარეჯის ერთი ნაწილი თქვა და ასე შემდეგ ვარძია ვანის ქვაბები კლდეში ნაკვეთი უაღრესად აი არქიტექტურული შედევრი თუ შეიძლება ასე ითქვას ეს იყო ქალაქები ასე როგორც სამონასტრო ისე საერო და ჩვენ აი თამარის ეპოქასთან არის ასევე დაკავშირებული არა მხოლოდ სამონასტრო მშენებლობა, არამედ საერო მშენებლობაც. დღესაც არის შემორჩენილი ძალიან ბევრი ხიდი, მაგალითად კონში, რომელსაც დღესაც თამარის ხიდს უწოდებენ, ვინაიდან შემდგომ კი დაზიანდა, მაგრამ ასე ვთქვათ, რესტავრირების შედეგად პირვანდელი სახით აღადგინეს ის ქვით მოკლიწლული ხიდი გახლავთ და ასე შემდეგ და ესე იგი იმდენად ცნობილია რომ იმდენად განივსო მისი სახელი რომ სრულიად მაშინდელი შემორჩენილი მაშინდელი სოფლიო ლიდერების დიდი პატივისცემა და აღიარება საქართველოსი და ესეც უნდა თქვა ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ რომ ის საოცარი არის რომ ის გახლდათ ქალი და საქართველოში ზოგადად აი ესე იგი ჯერ ხო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხდომელნი ვართ შემდგომ წმინდა ნინო მოვაქცია ასე თქვა ხო ანდრე მოციქულმა და სხვა განასრულა მისი ქადაგება და ჩვენი ქვეყანა ძლიერების ასე თქვა მწვერვალზე იყო სწორედ ქალის დროს წმინდა თამარის დროს და ეს გახდათ კიდევ ერთხელ აღნიშნოთ რომ სამწუხაროდ თამარის შემდგომ იწყება რაღაც გარკვეული დაღმასვლები შემდგომ მოგოლთა შემოსევა და ასე შემდეგ გიორგი ბრწყინვალეს დროს და შემდგომ ესე ძნელბედობის შამს და წმინდა თამარი მართლაც უდიდესი მეოხი გახლავთ ის ძალიან ფრესკებზე გვხვდება ძალიან ამ თემაზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში უკვე ვისაუბრებთ და წმინდა თამარი დღესაც არის მეოხი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა. დიახ, მამა გიორგი, თქვენ ძალიან სწორად ძანეთ, რომ ჩვენი წმინდა მეფეები განსაკუთრებულად სასუებდნენ უფალს და ძალიან კარგად ესმოდათ საქართველოს ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და მათ შორის გამორჩეულად სასუებდა სწორედ კეთილმსახური მეფე თამარი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. აი ისტორიული ფურცელი გადაიშალა, ახალი ესე იგი ეპოქა იწყება ჩვენი მაღალი პატრიარქის კურთხევასთან ერთად, რომელიც შედგა 12 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში და სწორედ აი ამ მოვლენისკენ არის რა თქმა უნდა ჩვენი ყურადღება მიქცეული, მიმართული მთელი ჩვენი ქვეყნის და თქვენ მინდა გთხოვოთ შეფასება, ასე ვთქვა, ძალიან დიდი სიხარულით მიიღო ხალხმა ეს მოვლენა პატრიარქის ჩვენი სულნათი პატრიარქ ილიამ მეორის მიერ გამორჩეული მოსაყდრეთ, რომელიც გახდა პატრიარქი შიო მესამე და ძალიან დიდია სიხარული და ზეიმი
ჩვენს ხალხში ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება და ასე ვთქვათ ემოციები რომ გაგვიზიაროთ. დიახ, ზოგადად რომ დავიწყოთ საქართველოს ეკლესიას გადამწყვეტი როლი ჰქონდა ჩვენ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. მოგეხსენება ზოგადად ყოველი ხალხის ჩამოყალიბება ასე ვთქვათ გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული და შემდგომ ხალხს აკარიბებს რაღაც საერთო ღირებულება რა. ძალიან ხშირად რელიგიაც არის ამისი ხა მაგალითად ძალიან ეგვიპტეში თქვა აღმოსავლეთში და არა მარტო დასავლეთში ყოველთვის ხალხთა ერთობის შემდგომ ქვეყნად ჩამოყალიბებულის ერთობის თქვა საფუძველი ხშირად იყო რელიგია და საქართველოშიც ის ასეა. აგერ უკვე 2000 წელიწადია რა პირველ საუკუნეში შემოგბრძანდა წმინდა ანდრია მოციქული და სხვათა შორის ესეც ნიშანდობლივია რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის ასე ვთქვი ინტრონიზაცია სწორედ ანდრია პირველ წოდებულის საქართველოში შემოგბრძანების დღეს მოხდა რა აღესრულა და აი პირველი მქადაგებელი ჩვენში ქრისტიანობაზე სწორედ ანდრია გახდათ. ასევე ეს იყო დღე ღვთისმშობლის წილხდომილობისა ჩვენი ერის თქვენ იცით რომ როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველოში მქადაგებლობა მას განეცხადა თავისზე და უთხრა რომ მისი მიძინება იყო მოახლებული და ამიტომ მან საქართველოში გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში აწყურის ხატად არის ეს ხატი დღეს წოდებული და ის შემოგბრძანდა დიდაჭარიდან საქართველოში და პირველი მქადაგებელი შეიქმნა და სწორედ ამიტომაც ეწოდება ჩვენს ეკლესიას სამოციქულო. ამის შემდეგ ძალიან თუ შეიძლება ასე ითქვას დიდად განსაზღვრა ქრისტიანულმა სოფხედვამ ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. განსაკუთრებით მეოთხე საუკუნიდან მოგეხსენება თქვენ უკვე რომ მეოთხე საუკუნეში როდესაც აი ჩვენ ვახსენებთ წმინდა ნინომ განასრულა ანდრია პირველწოდებულს და არა მარტო მისი კიდე სხვა მოციქულების იყო ჩვენთან ქადაგება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა უკვე ჩვენში ქრისტიანობა და ამის შემდგომ ქრისტიანობამ განსაზღვრა სრულიად ჩვენი ცხოვრება. აი საინტერესო ის გახლავთ რომ ეს მოვლენა ანუ ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში უკავშირდება ქართველი კაცის ფსიქოტიპაჟის ჩამოყალიბებას. ჩვენ ქრისტიანობა მოგვცა უპირველეს ყოვლისა მაცხოვნებელი და გადამრჩენელი რწმენა და მეორე მხრივ მოგვცა ყველაფერი ის რითიც ჩვენ ვამაყობთ. და აი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი მუსიკა, ჩვენი და ასე შემდეგ. და განსაკუთრებულ როლს ყოველთვის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობისა, რა თქმა უნდა, ასრულებდნენ ეკლესიის მეთაურები. დაწყებული მეოთხე საუკუნიდან, როდესაც სამუელი გამოაგზავნეს ანტიოქიიდან, თქვა, შემდგომ მეხუთე საუკუნეში, როდესაც პეტრე იქნა კათალიკოსად არჩეული, უკვე ვახტანგ გორგასლის დროს და აქედან იწყება პირველი კათალიკოსი, ასე თქვა და ავტოკეფალურობის ჩანასახიც და შემდგომ უკვე მე-11 საუკუნეში უკვე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში აღკარად წერია, რომ საქართველოს უკვე ავტოკეფალურია გიორგი მთაწმიდელთან ასე უკვე კარგად ჩანს და ჩვენ ხა ეს რა თქმა უნდა დიდი თემაა, მაგრამ რა ურთიერთობა ქონდა თქვათ აი რა როლს თამაშობდა ეკლესია და მისი საჭეთყრობელი ქვეყნის ძიერებაში თუ შეიძლება ითქვას გადამწყვეტ როლს. აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის საუკეთესო ილუსტრირებული, როდესაც გაბრიელ დაფანჩული ეუბნება გრიგოლ ხანძთელს, გაბრიელ დაფანჩული დიდებულთა წარმომადგენელი იყო, რომ ჩვენთან არის ხორციელი კეთილი, თქვენთან სულიერი, ესენი შევზავნეთ ურთიერთარს. აი ამ შევზავნების თუ შეიძლება ასე ითქვას ილუსტრირება სრულიად ესე იგი ისტორია ჩვენი ქვეყნისა და შესაბამისად აი ჩვენ აი ბოლოში განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ნებელდობიჟას მოგეხსენება თქვენ როდესაც საქართველო ოკუპირებული იყო ჯერ მეფის რუსეთის მიერ, მე საბჭოთა ხელისუფლების მიერ და ამ დროს კათალიკოს პატრიარქებს უწევდათ განსაკუთრებული ფაქტობრივად ისეთ აი ხშირად იყო ეს მარტო არა მარტო შემთხვევაში რომ არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლობა, არამედ ერის გვერდით დგომა. ყოველთვის ერის გვერდით იყო ეკლესია. ისევ როგორც ერი იყო ეკლესიის გვერდით და ამისი უცხადესი მაგალითია მე-20 საუკუნის პატრიარქები კირიონი, ლეოდიდე და ასე შემდეგ და ამის უცხადესი მაგალითია აწუყვე აღსრულებული კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის ღვაწლის განუზომელია ძალიან ბევრჯერ მან აი ბეწვის ხიდზე გაატარა ჩვენი ქვეყანა და ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ განსაცდელებს მისმა სწორმა მიდგომამ, მისმა ღვთის მიმართ უდიდესმა სასოებამ
და სწორედ ნიშანდობლივია ის, რომ სწორედ მისმა უწმიდესობამ გამოვარჩია დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქი, სწორედ არა 2019 წელს 17 წელს გიორგობას ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და 9 წლის განმავლობაში მას გვერდით ყავდა დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქი უკვე და თუ შეიძლება ასე ვთქვათ თანამართავდა მასთან ერთად საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და სწორედ აი თქვენ ბრძანებდით რომ საზოგადოებამ როგორი დიდი სიხარულით მიიღო ეს და ესე ასევე განპირობებული იყო იმით რომ ეს იყო ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ილია მეორეს რჩეული და საზოგადოებამ რა თქმა უნდა მიიღო აწუყვე კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან დიდი პატივისცემით გარდა ამისა მისი პიროვნებები საყოველთაო ცნობილია თავისთავად ცხადია იქამდეც იმის შემდეგ და ამაზე არაერთხელ ითქვა და ჩვენ რა ვიცი ყველანი დიდად ვსასუებთ რომ მისი საჭეთყრობელობა, მისი მამათმთავრობა იქნება ძალიან უაღრესად დიდი სიკეთის მომტანი ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ესეც უნდა თქვა ჩვენ რომ რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქია ხშირად გვეუბნებოდა და გვეუბნება კიდეს გუშინაც თქვა სვეტიცხოველში რომ მას ჭირდება ჩვენი ლოცვა და რა თქმა უნდა ჩვენს აი თითოეულ ჩვენთან გავს არა მარტო ლოცვითი ზოგადად რაც გვავალია ღვთის წინაშე ჩვენი ეკლესიის წინაშე თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი ახალი პატრიარქის წინამძღოლობით ჩვენი მოვალეობა უნდა აღვასვლოთ ღვთისა და ეკლესიის და ამის მაგალითი მოგცეს მღვდელმთავრებმა, წმინდა სინოდის წევრებმა და უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი მთელი თავისი დიდებულებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაშინ როდესაც ესეთი მაღალი ღირსებით ჩატარდა გაფართოებული სხდომა, შემდგომ ინტრონიზაცია და შემდგომ ჩვენ ვნახეთ, როგორი დამოკიდებულება იყო მღვდელმთავრებს შორის, როგორი პატივისცემითი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მრევლისთვის და ძალიან სამაგალითოა. აი საზოგადოება მიხილად შეიძლება ითქვას აი მოწესრიგებულობის და ნამდვილი არ მოვერი არისტოკრატიის და გელმტყველობის მაგალითი, იმიტომ რომ ხა სინოდში კი არ ვქო ერთ ოჯახში იყო შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრი, რაღაც გარკვევა, მაგრამ მიუხედავად ამ განსხვავებული აზრისა, ეკლესია თქვენის კრებსითობაზეა თქვათ და დამყარებული და რასაკვირველია, უმრავლესობის მიერ არჩეული იქნა კათოლიკოს პატრიარქად მისი უწმიდესობა შიო მესამე და ეს თქვათ თუ იმათაც კი ვის თქვათ ამას არ ეთანხმებოდა ეს გამოჩნდა ხმების მისებაში რა იმათაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით მიიღეს ეს და ეს მეტყველებს აი ეს არის სწორედ აი ეს მეტყველებს აი ქრისტიანობის ეს არის ქრისტიანობის აი უაღრესად დიდ სიმაღლეზე და ჩვენ პირადად მთელი საზოგადოება მადლობით არის გამსჭვალული წმინდა სინოდის მიმართ. ჩვენი პატრიარქი ღირსეულ კანდიდატთა შორის იყო გამორჩეული და ეს კიდევ მატებს მას რა თქმა უნდა ღირსებას და ჩვენ ვნახეთ მათი მილოცვა როგორი გულწრფელი იყო და როგორი სამაგალითო იყო ეს ერთობა და სიყვარული რა ჩვენ ვნახეთ. ნამდვილად სამაგალითო იყო და იცით ამას გადამდებისთვის ერი რომელიც ამას უყურებს ერი შემდგომ იმსჭვალება რომ მსგავსი ურთიერთობა მანაც გაატაროს თქვა ცხოვრებაში ეს იყო მართლაც აი უაღრესად დიდი მნიშვნელობის აქტი რაც მოხდა და მე თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ ახალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიულოცავ აღსაყდრებას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უძველეს საპატრიარქო ტახტზე და ღმერთი წინამძღოლდეს მას. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და რა თქმა უნდა ვისურვებთ რომ ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ახალი პატრიარქის შიო მესამის სამოღვაწეო გზა. მამა გიორგი, თქვენ ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილეთ გარკვეულწილად საქართველოს ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ნუ ეკლესიას თავისი ფუნქცია ჰქონდა ყოველთვის, მაგრამ აქვე აღინიშნა რომ ძალიან დიდი იყო ყოველთვის პიროვნებების როლი. აი წმინდა კეთილმსახურ თამარზე ვისაუბრეთ. ჩვენი სულნათი პატრიარქი ილია მეორე არის ამის მაგალითი რამხელა როლი ჰქონდა მის პიროვნებას საქართველოს ეკლესიის აღორძინებისთვის, ჩვენი ერისთვის და ჩვენმა პატრიარქმა ახალმა შიო მესამე ბრძანა რომ ის არის ილია მეორის გზის გამგრძელებელი. რაც რა თქმა უნდა ჩვენში იწვევს ძალიან დიდ სიმშვიდეს და იმედით აღვავსებს რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც პატრიარქ ილია მეორის დროს. დიახ, აი აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ პიროვნებები ქმნიან ისტორიას. პიროვნებების ღვაწლი, აი ჯერ კიდევ ძველად თქმაში მოსეწინასწარმეტყველი შუამდგომლობით მრავალჯერ დაინდო ღმერთმა მაშინდელი
ვთქვათ ებრაელიერი და ამის ძალიან ბევრი შემთხვევა როდესაც რჩეული ადამიანები წინამძღვრობენ უგასრაბათ ღვთის წინაშე ასე ვთქვათ შუამდგომლობენ მისი მრევლისთვის თქვენ სწორად ბრძანეთ ჩვენი უწმინდეს პატრიარქი რომელიც 1977 წელს აღსაყდა და თავადაც ხშირად ბრძანებდა თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო მაშინ ფაქტობრივად არ არსებობდა ეკლესია ინსტიტუციონალური გაგებით რა თქმა უნდა და მან თავისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად აი დღეს ხენაყოფით იცნობა დღეს ჩვენი ეკლესია სწორედ ამ ნაყოფით და თქვენ აბსოლუტურად ასევე სწორად ბრძანეთ რომ უწმინდესმა შიომ ბრძანა და ასეც იქნება რა თქმა უნდა რომ ის გააგრძელებს და პატრიარქის აი ამ სიწმინდით გაკვალულ გზას და რა თქმა უნდა ის ეკლესიაში გამოწვევები ყოველთვის იყო ნებისმიერ დროს ქონდა რაღაც გამოწვევები და ეკლესია ყოველთვის პასუხობდა ამ გამოწვევებს აქ ერთია რა თქმა უნდა ამ ეკლესია ცალკე არას არ იდგა თვითონ ეკლესია კრებულს ნიშნავს არა ეკლეოს და ეკლესიის თავი ქრისტეა და ჩვენ ყველანი ქრისტეს ვემსახურებით იერარქიულად პატრიარქიდან დაწყებული თქვათ უბრალო მრევლით დამთავრებული ამიტომაც დიახ სწორად ბრძანეთ თქვენ რომ უწმინდესი შიო მესამე პატრიარქი საქართველოსი ყველას ამის დიდი იმედი გვაქვს და თავადაც ეს ასე ვთქვათ განაცხადა რომ ის ამ გზას გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტად განასრულებს და მე დარწმუნებული ვარ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი და ღირსეული ფურცელი დაიწერება. დიახ. და ის მომენტი მინდა კიდევ გავიხსენო აღსაყდრებიდან, როდესაც არქიდიაკვანმა დემეტრე მიმართა უწმინდეს პატრიარქ შიო მესამეს და პატრიარქს ესეთი ემოციები მოერია და ცრემლი ვიხილეთ მის თვალზე. რისი ნიშანი იყო ეს ცრემლი? ალბათ სიხარულთან ერთად იმ ჯვრის გაცნობიერების, რაც პატრიარქის ზოგადად არის პატრიარქის ჯვარი. ადამიანის მე ესე ვფიქრობ, იცით რომ რაც არ უნდა ადამიანი დიდი იყოს და რა თქმა უნდა დიდია ვთქვათ ეპისკოპოსი პატრიარქი ადამიანი ყოველთვის იცნობა თავისი ადამიანით და არა მისი წოდებით უპირველეს ყოვლისა. ღვთის წინაშე ჩვენ მიყვება ის რაც ჩვენ ვართ შინაგანად და აი თქვენ რაც აიდან სწორი აქცენტი დასვით პატრიარქ შიოს სრემლი გამოხატავდა მის შინაგან მდგომარეობას და მე მინდა გითხრათ რომ ყველაზე მეტად საზოგადოებამ აი ეს აღიქვა როგორც ძალიან დიდი სიყვარულის გამოვლენებად. სიყვარული ეცეთა ყველაფერი სიყვარულია საბოლოო ჯამში. ყველ სიყვარულს არ უნდა აი ყველას და ყველაფერს ფარავს როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. სიყვარული ყველას და ყველაფერს ფარავს და თუ კი ადამიანს ექნება სიყვარული ადამიანების მიმართ მაშინ ის ყოველთვის დაიმსახურებს ადამიანების პატივისცემას და ამის მაგალითი ჩვენი წინარე პატრიარქია ილია მეორე რომელმაც მთელი ცხოვრება სიყვარულის თესა და ეს დათესილის მომკობილი ჩვენ ვიხილეთ მისი დაკრძალვის პერიოდში ზღვა ხალხის სახით არა როგორ ჩვენ ეს რა თქმა უნდა ვიცოდი ისედაც მაგრამ კიდევ უფრო გამოვლინდა თუ როგორ უყვარდა თურმე ის ხალხს და აი მეუფე უკაცრავად პატრიარქმა შიომაც თავისი აი ამ ასე ვთქვათ ამ ემოციით გამოხატა მისი დიდი სიყვარული რაც კიდევ ერთხელ რომ ყველაზე დიდი თვისება რაც არ უნდა კარგი თვისება ქონდეს ადამიანს ყველაზე დიდი თვისება არის ადამიანის სიყვარული ბედნიერების ფორმულა ეს არის გიყვარდეს და უყვარდე ამ შემთხვევაში იქნება ადამიანი ბედნიერი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ახალი პატრიარქი ასევე იქნება მაგალითი უპირველეს ყოვლისა სიყვარულისა თავის ხალხის და თავის აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიმართ. დიახ, აი ჩვენ თქვით დასაწყისში რომ ძალიან დიდია სიხარული ხალხში და ყველას უნდოდა რომ პატრიარქ შიო მესამისგან კურთხევა მიეღო, რაღაცნაირად შეხებოდა და როდესაც გამობრძანდა ჩვენი ახალი პატრიარქი, რომლის ინტრონიზაციაც 12 მაისს გახდა და აი წირვის დასრულების შემდეგ, რაღაც აი ცოტა შევიწროებულ და ჭყლეტვაში მოუწია მას გამოვლა და მაინც რაღაცნაირად მოხერხდა ისე რომ ვისაც სურდა მგონი ყველა მიიღო დალოცვა მე რაღაცა პერიოდის მერე მანქანიდან გადმოსვლაც მოუწია პატრიარქს ხალხის დალოცვა კიდევ ერთხელ მობრუნება ჩემი საოცარი ატმოსფერო იყო აი აბსოლუტურად გეთანხმებით საოცარი ატმოსფერო იყო და აი დასაწყისი აი ეს არის ცოტა ცნობილი ის არის რა ხის სიმაღლე ფესვები და ინზომება თუ კი ფესვი არის მართებული, მაშინ ნაყოფიც მართებული, ნაყოფს განსაზღვრავს ფესვი და ფესვი ჩაიყარა სიყვარულით და ღვთისმადლით და წყალობით ნაყოფით სიყვარულისა იქნება ამინ და კიდევ ერთხელ მიულოცოთ უწმინდესა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუნვა-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს აღსაყრება ანდრია მოციქულის სამოციქულო
ტახტზე, საქართველოს ეკლესიის უძველეს 60 ქულო ეკლესიის ტახტზე და უსურვოთ მას მრავალჟამიერი მსახურება. დიდი მადლობა თქვენ მამა გიორგი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას. 7 გზის ლოცვის დრო არის, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და გილოცავთ თამარობას. ახლა გვექნება ჩართვა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიიდან. მოგეხსენებათ თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი პატრიარქი შიო მესამე ახალგაზრდების განათლების საკითხს. რექტორიც თავად ბრძანდება პატრიარქი ამ სკოლისა და ეს სკოლა გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდების ცოდნით და მრავალი საერთაშორისო წარმატებით. სენაკიდან ჩაგვერთვება ნინო ჯანჯღავა, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის დირექტორი. მოგესალმებით, ქალბატონი ნინო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩვენი? მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველეს ყოვლისა გილოცავთ დღევანდელ დღეს და გილოცავთ ჩვენი ახალი პატრიარქის გამორჩევას. ქალბატონი ნინო, გილოცავთ ჩვენს დღევანდელ დღეს. მადლობას მოგახსენებთ თქვენი დროისთვის და ჩართვისთვის. გილოცავთ ასევე ახალი პატრიარქის კურთხევას, რომელიც ბრძანდებოდა თქვენი ეპარქიის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მღვდელმთავარი, მართველი მღვდელმთავარი და ამავდროულად იმ სკოლის რექტორი, რომლის დირექტორიც თქვენ ბრძანდებით. პირველ რიგში, ამიტომ მინდა გკითხოთ სწორედ თქვენი ემოციების შესახებ. პატრიარქმა შიო მესამე თავის მიმართვისას განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა წმინდა ალექსი შუშანიას მიმართ, რომელსაც ალბათ განსაკუთრებით სასუებს და მინდა რომ გთხოვოთ გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები. დიახ. დავით, ალბათ ძალიან ძნელი იქნება რომ ემოციები სიტყვებში გადმოვიტანო. მე გახდით ყველაფრის ამის მომსწრე მქონდა ეს ბედნიერება რომ ყოფილიყავი დელეგატი გაფართოებულ კრებაზე. და აი მართლა ძალიან დიდი ემოცია იყო ჩვენთვის განსაკუთრებით ალბათ, იმიტომ რომ ხადია, დიახ. მღვდელმთავარი იყო ერთ-ერთი კანდიდატი პატრიარქობის და შესაბამისად ვღელავდით და გულშემატკივრობდით და ძალიან ბედნიერები ვართ იმითი რომ ჩვენი მეუფე შიო გახდა საქართველოს პატრიარქი და ეს ალბათ არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ უწმინდესმა თავის დროზე, როდესაც გამოარჩია სრულიად ახალგაზრდა და აკურთხა მეუფე შიო, მე მგონია რომ აი ძალიან გააზრებულად გაამწესა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. იმიტომ რომ თვითონ ჩვენი უწმინდესი ილია მეორე ძალიან სასწორდა და ალექსი შუშანიას და ძალიან უყვარდა სენაკი და შესაბამისად ალბათ ვფიქრობ რომ ეს იყო ერთ-ერთი ესეთი გამიზნული ნაბიჯი მეუფე შიოს სენაკის ეპარქიაში გამოგზავნა. და მეუფე შიოც ძალიან ხშირად აღნიშნავს ამას და ძალიან მადლიერებით იხსენებს იმ დროს რომ აი პატრიარქმა მას ასეთი ბედნიერება მიანიჭა რომ გახდა სენაკის ეპისკოპოსი მაშინ და შემდეგ უკვე რეგალიები თანდათან გზადაგზა მოემატა მის სულიერების გზაზე. დიახ, პატრიარქი შიო მესამე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რეგალიები მოემატა, ქორეპისკოპოსი ბრძანდებოდა უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეც, შემდგომ უკვე ვიცით 2017 წლის 23 ნოემბრიდან მოსაყდრედ გამოარჩია მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ და დღეს უკვე პატრიარქი ბრძანდება შიო მესამე. ჩვენ გვინდა
მინდა სკოლის შესახებაც ვისაუბროთ, ქალბატონო ნინო, რომლის დირექტორიც თქვენ ბრძანდებით, სკოლა როგორც ვიცით 2010 წელს დაფუძნდა, ხომ? საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მას სათავეში სწორედ პატრიარქი შიო მესამე მაშინ მღვდელმთავარი მეუფე შიო ჩაუდგა და ცნობილია ჩვენთვის ეს სკოლა განსაკუთრებული წარმატებებით, საერთაშორისო წარმატებებით, მათ შორის ჩვენ ყოლია სტუმრად თქვენი წარმომადგენლები, როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები და ვიცით რომ მრავალი კონკურსის გამარჯვებულები არიან ეს ახალგაზრდები გამოირჩევიან ცოდნით და ამ ყველაფერში როგორც მოსწავლეებს ისე პედაგოგებს და დირექტორს თქვენ მუდამ გვერდში გედგათ მაშინ მეუფეში ვარ დღეს უკვე ჩვენ ვიცით პატრიარქი შიო მესამე. აი რომ მოგვიყვეთ ამ ყველაფრის შესახებ როგორ იწყებოდა როგორ შეიქმნა ეს სკოლა და შემდგომ აი მეუფე შიოს თანადგომით მაშინ დღეს უკვე პატრიარქი შიო მესამის როგორ განვითარდა ყველაფერი. დიახ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ აი მომეცა საშუალება ეს ყველაფერი ასე დიდი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ გავაჟღერო. 2010 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მისი როგორც ყველა ეპარქიაში ფუნქციონირებდა საპატრიარქოსთან არსებული სასწავლებლები აი მეუფე შიოს ძალიან დიდი მონდომებით დაარსდა ჩვენი სასწავლებელი. აი რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი დროინდელი მეუფე ალექსი ბერს ჩანს იქიდანაც რომ სასწავლებელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელი მიანიჭა. ეპარქიაში ჩამოსვლის დღიდან ჩვენი მეუფე აბსოლუტურად მოწადინებული იყო და მართლაც ძალიან ბევრი იშრომა მისათვის რომ ალექსი ბერის სახელი კიდევ უფრო მეტად უკტავეყო და ეს ჩანს იმ შრომებში რომელიც მეუფემ შემდეგ უკვე სადისერტაციო ნაშრომად გამოსცა და შემდეგ წიგნებადაც გამოიცა. ეს მან საფუძვლიანად მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ალექსი ბერის ცხოვრება და მოღვაწეობა და შესაბამისად ალბათ ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა ჩვენი სასწავლების დაარსება როგორ მნიშვნელობას ანიჭებს უკვე ჩვენი პატრიარქი განათლებას. დაარსების დღიდანვე აი მე ვერ გეტყვით ვერც ერთ მომენტს ვერ გავიხსენებ ჩვენი 16 წლიანი თანამშრომლობისა რომ ჩვენ რაღაცა იდეა გაგვიჩნდა ან ჩვენ რაღაცა პროექტი დავსახეთ და აი ჩვენს უკვე პატრიარქს რომ ჩვენთვის მხარი არ დაეჭირა და ჩვენთვის სტიმული არ მოეცა რომ კიდევ მეტი და მეტი გვეკეთებინა. ძალიან მეუფე ძალიან უყვარს ახალგაზრდობა. პატრიარქს დიახ. ეუბნება სულ აი როდესაც ხვდება ხოლმე ახალგაზრდებს სულ ერთ აი ესეთ ფრაზას ეუბნება ხოლმე რომ განათლება სულიერების გარეშე ცარიელია და სულ სთხოვს მათ რომ მეტი ილოცონ, იცხოვრონ ქრისტიანული წესით და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის ღირებულებებსა და ფასეულობებს და ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ბედნიერია ოჯახში. და აი სწორედ ოჯახის სკოლის სინთეზი გვაძლევს სწორედ ამ წარმატებას, რაც გააჩნია სკოლას. პირველი აი თქვენ ახსენეთ ჩვენი წარმატებები, ეს წარმატებები დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოში ყველასათვის უცნობის ტემი გაიჟღერა. ჩვენ მოგვეცა ბედნიერება, რომ გავცნობოდით ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, ტემის დამფუძნებელს საქართველოში პროფესორ დავით სონხულაშვილს. და როდესაც ბატონმა დავითმა შემოგთავაზა, რომ მოდი დავიწყოთ ეს და დავნერგოთ სკოლაში STEM კლუბი, ჩვენი მწუთასვე რა თქმა უნდა მივმართეთ მეუფეს და მეუფემ აი უპირობოდ დაგვიჭირა მხარი და გვითხრა, "სადოთ და ვნახოთ რა გამოგვივა", იმიტომ რომ ჩვენც არ ვიყავით დარწმუნებულები, გამოცდილება არ ქონდა, იმიტომ არ ვიყავით დარწმუნებულები. მაგრამ შრომამ, აი ამ თანამშრომლობამ, მეუფის ლოცვა-კურთხევამ და მუდმივ მხარდაჭერამ მოგვიყვანა აქამდე, სადაც ახლა ვართ და სკოლას მართლაც აქვს წარმატებები და ძალიან მიხარია, რომ ამაში უდიდესი წვლილი ჩვენს პატრიარქს მიუძღვის და მე მგონია, რომ აწიც ვეცდებით, რომ ეს გზა, რომელს გზაზე და ჩვენ დაგვაყენა ჩვენმა პატრიარქმა, ჩვენ არ გადაუხიოთ ამ გზიდან და კიდევ მეტი ახალგაზრდა გავუზარდოთ სანაკებოდ ჩვენს სამშობლოს. და პატრიარქის მზრუნველობა ბუნებრივია გაგრძელდება ამ სკოლაზე.
პატრიარქი რექტორი ბრძანდება ჩვენი სკოლა გიმნაზიისა ჯერჯერობით არ ვიცი როგორ იქნება ეს ალბათ უკვე გადაწყდება არა ყველაფერზე ანუ პატრიარქი ყველასია ამიტომ ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ზრუნვა ეპარქიაზეც და სკოლაზეც დიახ ჩვენ პირად ემოციას თუ იქხავთ ეს ემოცია არის ასეთი გაორებული გვიხარია ძალიან იმიტომ რომ პატრიარქი არის ყველასი მთელი ქვეყნის და ყველა თითეული მოქალაქის მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ რომ ცოტათი ალბათ მოგვიწევს დათმობა ჩვენი პატრიარქის ყველასათვის და ჩვენ იმდენი სითბო სიყვარული გაგვახსენდება ჩვენი მეუფისგან ამ ურთიერთობის გზაზე აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი თბილი, როგორი მოსიყვარულე, როგორი ადამიანური ღირებულებები აქვს მას და თვისებები აქვს. ალბათ დამეთანხმებით რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და ხდება კანონზომიერად, მით უმეტეს უფლისგან ყველაფერი უფლის ნებით აღესრულება და შესაბამისად ძალიან ბევრი რამ ალბათ დაგვრჩა მოსაგონარი, გასახსენებელი, ძალიან ბევრი საინტერესო და მომენტები, რომელიც გავყვება ძალიან თბილად მეუფესთან უკვე ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობისა. ქალბატონო ნინო, რამდენიმე წუთი მინდა დაგითმოთ იმისთვის, რომ თქვათ თქვენი სკოლის სიახლეებთან დაკავშირებითაც თუ გსურთ რა გაქვთ სიახლე, რა გეგმები გაქვთ ამაზეც რომ ისაუბროთ. დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად სკოლა ერთ ადგილას ვერ გაჩერდება, მუდმივად ვეძებთ სიახლეებს, იმისათვის ძალიან ძნელია დამერწმუნეთ რომ თანამედროვე ახალგაზრდა დაინტერესო. მას უნდა შესთავაზო ძალიან განსხვავებული რაღაცა, რომ იმ საკლასო ოთახის მიღმა ის დაინტერესდეს და სწავლის სურვილი გაუჩნდეს და ინტერესი გაუჩნდეს. ამაში ჩვენ ძალიან გვეხმარება არაფორმალური განათლება და ეს არაფორმალური განათლების აქტივობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევასწოთ ის, რაც ვერ ხერხდება და ვერ ესწრება საკლასო ოთახში. მე ახლა აქ მინდა აუცილებლად ვახსენო ის, რომ მე უკვე ჩვენი პატრიარქის ძალიან დიდი მხარდაჭერით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა ღირებულებითი განათლების დანერგვა საჯარო სკოლებში. ჩვენ საპატრიარქო სკოლები, ჩვენ ამით განებივრებულები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მოძღვრები, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და ჩვენს ბავშვებს მოძღვრებთან ურთიერთობის ბედნიერება და საშუალება ნამდვილად აქვს, მაგრამ რომელთაც ვერ გამოირჩევიან საჯარო სკოლები და აი ამ არაფორმალური განათლების კლუბების შეცვლამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა და მე მჯერა რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი საზრდოა, სულიერი საზრდო, რომელშიაც ჩვენს პატრიარქს ძალიან დიდი როლი მიუძღვის და ჩვენ ხშირად მასპინძლობთ ხოლმე ამ შეხვედრებს და რაც შეეხება ჩვენს აი ეს უახლოეს გეგმებს, ჩვენ ესეთი ყოველწლიური კონფერენციები გვაქვს, მასწავლებლების კონფერენციები, მოსწავლეთა კონფერენციები. შესაბამისად, აი ეს სასწავლო წლის ბოლო ძალიან დატვირთული გვაქვს ახლა და ვემზადებით ამისათვის ჩვენი სამწუხაროდ ალბათ ჩვენი პატრიარქი ვერ მოახერხებს ჩვენთან ერთად ამ ღონისძიებებზე დასწრებას, მაგრამ არაუშავს თავარია ის თავარ საქმეს აკეთებს და ჩვენ მისი ლოცვა კურთხევა გაგვყვება და დაგვეხმარება ყველაფერ ამ საქმის გაწყობაში. ქალბატონო ნინო, მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის. მინდა წარმატება გისურვოთ, წარმატება ვუსურვო ასევე სკოლა, გიმნაზიას და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ის სიახლეები, რაც თქვენ სკოლას უკავშირდება, გავაშუქოთ, ყოველთვის სიამოვნებით გიმასპინძლებთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენ სკოლას და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას, თქვენი მღვდელმთავრის პატრიარქად კურთხევას. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ ყოველთვის ასე გვითმობ ხოლმე ეთერს. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო ჯანჯღავა, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, უბრალოდ გვერდთვებოდა სენაკიდან. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. არაერთხელ მოგისმენიათ, რომ რა დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს წირვას. აი მთელი საღამოს ლოცვა, წუხრი, ცისკარი, ჟამნობა,
ეს ყველაფერი არის მომზადება წირვისათვის და განსაკუთრებით წირვის ის ადგილი მეტად მნიშვნელოვანია, როცა დიაკონი ამბობს, ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედეთ წმინდას ამას შესაძლებს, კეთილად შეწირვას. აი ამ დროს იწყებს სული წმინდა გადმოსვლას ხალხზე და წმინდა ნაწილებზე, წმინდა ზიარებაზე. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს და ჩვენ უნდა დიდი შიშით და ზრწოლით შევხვდეთ ამას. ინებოს უფალმა, რომ სული წმინდა უხვად გარდამოვიდეს ჩვენზე და ძალი მაღლისა გვავრიდეს ჩვენ. მოგესალმებით ყველას და ვაგრძელებთ გადაცემას. შემოგვიერთდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ახალი პატრიარქის აღსაყდრების მნიშვნელობისა და დღევანდელი დღესასწაულის შესახებ. კერძოდ შევეხებით წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის გამოსახულებებს ხატწერაში. ქალბატონი მარიამ, დილომშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მოგზაურობისთვის. თქვენს მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ. და ვიდრე ჩვენ დავიწყებთ საუბარს თამარ მეფის გამოსახულებებზე ქართულ იკონოგრაფიაში, ხატწერაში, მანამდე ბუნებრივია იმ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით თქვენი ემოცია შთაბეჭდილება გსურს რომ გთხოვოთ გაგვიზიაროთ. თქვენ ბრძანდებოდით დელეგატი, როგორც ვიცი, და ესწრებოდით სამების საპატრიარქო ტაძარში გაფართოებულ კრებას, საეკლესიო კრებას და ყველაფრის, ესე იგი, მომსწრე და თვითმხილველი ბრძანდებით, მინდა მოგილოცოთ ახალი პატრიარქის კურთხევა და გთხოვოთ რომ აი კრებასთან დაკავშირებით შთაბეჭდილება და შემდგომ უკვე ინტრონიზაციასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის, გილოცავთ თამარ მეფის ხსენების დღეს. დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ დღეებში მით უმეტეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ახალი პატრიარქის არჩევა და კურთხევა და მინდა მის უწმინდესობას მიულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მძიმე მისია, რომელიც მას ერგო და გამოარჩიეს ამისთვის და ღმერთმა ხელი მოუმართოს და დამწუნებული ვარ, რომ ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე არ მოაკლებს თავის ზრუნვას ზეციური საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ მოერევა აი ამ ძალიან მძიმე სათანადოდ და ღირსეულად წარმართავს თავის მოღვაწეობას. მე ხარდაც ვიცნობდი უკვე როგორც მეუფეშიოს და იქამდეც და ძალიან დიდი სიმპათიით და სიყვარულით ვარ მისადმი განწყობილი და მგონია რომ ესეთი ღირსეული ადამიანი არის ნამდვილად და სხვათა შორის ჩვენს ინსტიტუტს ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს არაერთხელ დაეხმარა ჩვენ გასაჭირის მომენტებში და მხარი დაგვიჭირა და მხარში ამოგვიდგა. ამიტომ განსაკუთრებით მინდა ესეთი ჩემი მოლოცვა და ჩემი საუკეთესო სურვილები გამოვხატო მის მიმართ. რაც შეეხება იმ გაფართოებულ კრებას, ну ახლა ეს ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის და ის შენივრად ჩატარდა ძალიან როგორც ახლა მოდური სიტყვა გამჭვირვალეთ მიმდინარეობდა და ყველა მონაწილეებმა ესეთი ღირსეული პოზიცია გამოავლინეს და ღირსეული დამოკიდებულება ამ მხრივ ძალიან კარგი იყო. ხა თვითონ სვეტიცხოველში მე არ ყოფილ ვარ, ვერ წავედი და თან ტელევიზიით უკეთესად ვდახე მე. დღეს არის საშუალება რომ სახში ძალიან მშვენივრად დადევნოთ ალყური. ხა სულ სხვა განწყობა და სულ სხვა აურა იქ, სადაც ახალი პატრიარქი ლოცულობს. სულ სხვა ამბავია, მაგრამ ნუ ასე თქვათ სანახაობრივად, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში უკან ჩანდა და კარგი იყო, რომ ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში ხდებოდა და მართლა მოგვეცეს ჩვენ საშუალება ყველას, ვინც ვერ წავედით მცხეთაში, რომ რაღაც მონაწილეები გამختارიყავით ამისა. ნუ ესეთი სამახსოვრო დღეებია, მე 50 წლის წინანდელი ამბავი შეკარგად მახსოვს. ესწრებოდით პატრიარქი ილია მეორის აღსავსრებას? ხო, არა, მცხეთაში არა, მაგრამ აი რაც ქალაქში მაშინ ხდებოდა, აი თქვენთანაც მოუყევით რაღაც სასწაული იყო. მთელი ქვეყანა იყო ესეთი აღზრული რაღაც ახალის და საუკეთესოს მოლოდინში და რაც მართლაც ასეც მოხდა. ასე რომ ყველას თელ საქართველოს ულოცავ, ყავს ახალი პატრიარქი და დიდი იმედებითა ვართ გამსჭვალული მისი მოღვაწეობის მიმართ. დიახ, და ჩვენც კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამ მილოცვას. ქალბატონო მარიამ, დღეს არის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენება, გამორჩეულად საყვარელი მეფე ჩვენი ქვეყნისთვის, გამორჩეული მოღვაწე, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელი და გვინდა ვისაუბროთ მისი გამოსახულებები, როგორ არის წარმოდგენილი ქართულ იკონოგრაფიაში. პირველ რიგში გაინტერესებს, როდიდან ჩნდება პირველი გამოსახულებები, აი საინტერესოა ვთქვათ, თამარ მეფის თანამედროვეთა მიერ შექმნილი ასეთი გამოსახულებები თუ გვაქვს? რა თქმა უნდა. დიახ, და ამაზეც ვისაუბროთ. ნუ ხა თამარი მართლა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენ ისტორიაში, მარტო იმიტომ კი არა, რომ ერთადერთი ქალი მეფე იყო, მაგრამ განსაკუთრებული მბრძანებელი იყო, განსაკუთრებული მოღვაწე იყო და ამიტომ დაფასდა კიდე ჩვენ ფაქტიურად აი ხა ჩვენ დრომდე რაც შემორჩა, გვაქვს 5 გამოსახულება მისი. ცნობილი ფრესკები. ხო, ფრესკებში ძირითადად, ხა იმდროინდელი ხატები თამარისა ნიშის სიცოცხლეში ვერც იქნებოდა, მაგრამ როგორც იცით, ეს ტრადიცია საერთოდ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში მეფის, იმპერატორის იმ დროს მოღვაწე მბრძანებლის გამოსახვისა საეკლესიო მოხატულობის თუ საკრალური სივრცის შიგნით ჩართული ამ საკრალურ სივრცეში მიღებული იყო და მათ შორის საქართველოშიც და უფრო ადრინდელი გამოსახვა ატენში არის ბაგრატიონთა მთელი გრძელი რიგი არის. პირველი რაც ჩვენ ვიცით არის ეს ვარძიის გამოსახულება, სადაც ეს კლეში ნაკაფი მონასტერი არის და ნუ ცნობილია ისტორიიდან რომ განსაკუთრებული გზნობები ჰქონდა თამარს მის მიმართ და გამოსახულია თავის მამასთან გიორგი მესამესთან ერთად და საინტერესოა რომ ეს ერთადერთი შემთხვევა როცა თამარს ხელში უჭირავს ნაგებობა. ეხლა იცით ეს კლეში ნაკვეთის არ არის ნაგები ეკლესია და ამიტომ თვითონ ფორმა
გამოსახულების არის ესეთი თავისებური რაღაც საერთო ციხესიმაგრესა და ეკლესიას შორის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის არის აქ ქტიტორად, ანუ დამკვეთად, მომგებელად გამოსახული. ეს თარიღდება 1186 წლით, როდესაც უკვე გიორგი მესამემ იგი თანამესაყდრეთ აკურთხა და გაუთხოვარი არის ეს ჩანს რომ ეს კუბასტი არა აქვს ეს მანდილი გაკეთებული და საიმპერატორო სამოსში არიან ორივენი წარმოდგენილი ეს ჯერ კიდევ ატენის მოხატულობაში მეფეებს აცვიათ ეს საიმპერატორო სამოსი ხო ლორონიანი სამოსი და წარდგებიან ღვთისმშობლის წინაშე და ზემოდან კიდე ანგელოზი არის რომელიც კვერცხს ანუ მათი მეფობის რეგალიებს აკურთხებინებს ღვთისმშობელს და შარავანდებით არიან მოსილები. ეხლა არის მოსაზრება რომ შეიძლება ამ დროს აღარც იყო ცოცხალი გიორგი მესამე, მაგრამ ის წინ დგას ის ასე თქვათ მედიატორის როლში არის ღვთისმშობელსა და თამარ შორის. სხვა გამოსახულებებშიც გარდა ბერთუბანისა ის წარდგება ერთგვარი როგორც დამაკავშირებელი ღვთაებისა და თამარ შორის. ეხლა ერთი საინტერესო ის არის რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო კვლევები ჩატარდა და როგორც ჩანს, ვარძიაშიც იყო ერთგვარი შესწორებები თუ დამატებები, რომელიც სადაც გამოყენებული არის საღებავი, ის თეთრას ერთ-ერთი სახეობა ცინკის, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა ეგ ყელზე რო აქვს ეს მანიაკი ამის ნაწილზე სახეზე იყო ასეთი ძალიან კარგი ფოტოგრაფი არაჩვეულებრივი და თან საოცრად შემოქმედი ადამიანი ბატონი იგორ გილგერდოფი რომელიც შეიმუშავა სხვადასხვა სახის კვლევები ფრესკების აი რაც ადრე პროდვილად კეთდებოდა ხატებზე მან რენტგენო ემისიოგრაფია ულტრაიასამნისფერი განათების გამოყენება ფრესკების კვლევისთვის სადაც ჩანს ქვედა ფენები და აღმოჩნდა რომ ბევრ ადამიანად იგივე ბეთანიაშიც გადაწერის მნიშვნელოვანი ნაწილები არის ანუ თამარის სახეზეც და თქვათ ფონზე და ასე შემდეგ. აი ეს ჩანს ვარძიაშიც. ეხლა ეს ვარძიის გამოსახულებაა და საერთოდ ჩვენში მიღებული იყო რომ აი ქტიტორთა გამოსახულებებს განათავსებდნენ ხოლმე შესასვლელის პირდაპირ. უფრო მეტად ჩრდილოეთ კედელი იყო ხოლმე უფრო განათებული, უფრო წარმოსადგენი, უფრო რეპრეზენტაციული და ხაზი ესმეოდა აემეუფების აქაც ჩანს მარიამის წინაშე როგორ წარდგებიან და ეს სხვადასხვა დონეზე რო არიან გამოსახულნი. ესეც მიღებული იყო. ძალიან მაღალი დონის ხატრობაა საერთოდ ვარძიის ხატრობა. ნუ აი გითხარით 1186 წლით, ნუ პლუს მინუს თარიღდება და ეს არის აი პირველი რაც ჩვენ ვიცით თამარის დროს რა თქმა უნდა შესრულებული. ასევე თამარის ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მომდევნო ფრესკა რომელი არის? მომდევნო ალბათ უნდა დავასახელოთ ნათლისმცემლის გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მოხატულობა დიდი ტაძრის მოხატულობა ისიც ძალიან უცნაური, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში მყოფი არის. და იქ გარდა ბევრი სხვა თავისებურებებისა არის მთელი რიგი ისევ ბაგრატიონ მეფეთა და უკვე გარდასულ მეფეთა გამოსახულებები, მთელი რიგია რომელიც წარდგებიან სავარაუდოდ გარეჯელის წინაშე, აქ არის ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, გიორგი მესამე და მერე უკვე დასავლეთ ჩრდილოეთ კედელზე, დასავლეთ კედელზე არის ძალიან საინტერესო, თუმცა საოცრად დაზიანებული, აი ახლა აქაც კიდევ ჩანს აი სამი ფიგურა, თამარ მეფე, დავით სოსლანი და ლაშა გიორგი. პატარა ფიგურა არის, მაგრამ მასაც საიმპერატორო სამოსი აცვია და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ეს გაკეთდა მაშინ, როდესაც ის თამარმა აკურთხა თავისა მეფეთ. მეფეთ აკურთხა, თანამოსაყდრად კი არა, მეფეთ აკურთხა და ეს დავით სოსლანის გამოსახულებაც ხა სეფრესკებში არ გვაქვს. ძალიან დაზიანებულია სამწუხაროდ ხა აი ეს ბაგრატ იმის მესამის პორტრეტი იქნება. აი ესეთი გრძელი რიგი ისევე როგორც ატენში ეს ძალიან საინტერესო არის რომ გარეჯში აი თითქოს ასეთ სადღაც მიყრუებულ მონასტერში მეფეები ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გამოსახვას ესე რა ქვიან თავის გამოსახვას იმიტომ რომ გარეჯი მაინც განსაკუთრებული სულიერების და განსაკუთრებული როგორც რელიგიური ასევე კულტურული
სამწერლობო ტრადიციების მონასტრები იყო და რა თქმა უნდა ფასობდა და მათთვის მნიშვნელოვანი და ისე იყო თავმომწონობის საქმეც იყო რომ იქ მათი გამოსახულება ყოფილიყო. აი ამ ფრესკებს რა აერთიანებთ მაინც აი რა სიმბოლოებით არის წარმოდგენილი თამარ მეფე რა ისინი სამეუფო ინსიგნიებით არიან წარმოდგენილი. ახლა აქაც მაგალითად ეს მე მგონი 16 თაყაიშვილს აქვს აღწერით რაც ახლა არ ჩანს რომ აი ამ პატარა მცირე ფიგურა არის ლაშა გიორგისა დედას და მამას შორის თავზეო ანგელოზის გვირგვინი უჭირავსო ეხლა ამას ჩვენ ვერ ხედავთ მაგრამ ნუ ახლა იცით რომ კვლევა მიმდინარეობს არათხოვოთ იმის მიხედვით რა ჩანს არამედ როდის რა აღწერეს ეს აღწერები ძალიან ფასეული არის აი ჩვენი დიდი მოღვაწეების მიერ დატოვებული იმიტომ რომ მართლა ზიანდება ეს ფრესკები დრო თავისაშვება მე უკვე აღარ ვამბობ ადამიანების ვანდალიზმზე მაგრამ და აი ეს მიუთითებს სწორედ რომ ეს ალბათ არის დაახლოებით 1206-7 წლის მახლობლად გაკეთებული ჯერ სოსლანი ცოცხალი უნდა იყოს და აი დაკავშირებული არის სწორედ ლაშა გიორგის გამეფებასთან ხა საიმპერატორო სამოსიაცო ხა მაშინ არ ეშლებოდათ ხოლმე ესე რასაც უნდა არ ჩააცმევდნენ და შემდეგი უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი თითქმის თანადროული, ნუ მეტნაკლებად ყინცვისის და ბეთანის. და ეს ყინცვისის ეკლესია, რომელიც იმითაც გამოირჩევა, რომ ამ დროისთვის, როცა ქართულ არქიტექტურაში ესოდენ უხვი ჩუქურთმები და ქვაზე კვეთა და ის არის ძალიან სადა აგურის არის. ეს და ტიმოთე სუბანი, ეს საოცარი კამდეც გვაქვს ცხადი აგურს იყენე ოზაანის ეკლესიაც მე-10 საუკუნის და კახეთში მით უმეტეს ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანის იყო, მაგრამ აი შუაგულ ქართლში, მაგრამ აი აქ უკვე გვაქვს რა, დამკვეთი არის სულ სხვა. ანტონი გლოლისთავისძე, ეს არის გიორგი მესამის აღზრდილი, როგორც თვითონ უწოდებდა, მანდატურს უხუცესი, ჭყონდიდელი და ნუ იქ ძალიან რთული და ისეთი დეტექტიური ისინი იყო მის ცხოვრებაში, როდესაც მას ეს თანამდებობები, ასე ვთქვათ, წაგლიჯა ქართლის კათოლიკოსმა, მაგრამ და თამარი ძალიან ეხმარებოდა და ნიკოლოზ გულაბერიძე გამოიძახეს იერუსალიმიდან რომ დახმარებოდა მათ. და აი აქ არის უკვე გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი. ლაშა გიორგი უკვე ყმაწვილი სახით არის, ხმალ შებმული, ძალიან დაზიანებული არის აქ რაღაცა კიდე სხვა ისეთი გაყვითლებული არის უცნაურად ეს ისა, მაგრამ წარმოდგენილი არიან ჩtildeო კედელზე ტრადიციულად, ძალიან ლამაზ თაღედის ქვეშ და წარდგებიან უფლის ხატის წინაშე, ნუ დახატული ხატის წინაშე. და ძალიან საზეიმო გამოსახულება არის. აი ახლა აქაც კი ჩანს თამარის დარჩენი ფიგურა დარჩენილია წინასწარი ნახატის დონეზე. სულ ჩამოიშალა ზედა ფენები, მაგრამ სხვა შორის იმხრივ არ კაი რომ გადაწერის კვალი არ არის და ძალიან ლამაზი არის ეს თამარის სახე. ძალიან აი ბევრად სხვა შორის უფრო. თან საინტერესოა როგორ არის ეს მათი პორტრეტები მოქცეული აი ამ აღდგომის ხატის ქვეშ, ეს ანგელოზი ყინცვისის ხო აღდგომისა მენელსაცხებლე დედანი ამ თემაში არის აი ამ ჩtildeოეთ კედლის ქვემოთ და თან მიემართებიან და მიმართავენ ქრისტეს, რომელიც აღსაღწრებული მისი ხატია გამოყენებული თან საკურთხევლისკენ და თან იქვე არის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულება ჯოჯოხეთის წარმოდგენის, ანუ აღდგომის კიდევ ერთი ხატი, სადაც დავითი და სოლომონი არიან, ანუ მათი წინაპრები. ანუ ესეც საინტერესოდ არის ეს. ანუ ისტორიას ყვება ფაქტობრივად ეს ფრესკები. აი ანგელოზის ხელი კი მიუთითებს ამ цаრიელი აკლდამისკენ და ამავე დროს ქვემოთაც მიუთითებს თითქოს აკავშირებს მათ გამოსახულებებს და ესენიც აი ამ თაღების ქვეშ რო დგანან, გეგონება ზღურბზე დგანან. აი ამ საკრალური სივრცისა, ზეციური სივრცისა და ჩვენი მიწიერი სივრცისა. საოცარი ფრესკა. ძალიან. ბეთანიის ფრესკაზე, ნუ ბეთანიასთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანის ცნობილი ლექსი გვახსენდება ასევე. ხო, და არა, რამენდათ, ხო, ესენი ტიტორები არ არიან. ანტონ გლოლისთავისძე მეორე მხარეს არის გამოსახული ტაძრით ხელში ნიკოლოზის, წმინდა ნიკოლოზის ტაძარია ხო ეს, წმინდა ნიკოლოზის წინაშე. ის არის ნამდვილი ტიტორი, მაგრამ მისი დაკვეთით მისი საყვარელი და უძვირფასესი მეფეები არიან გამოსახული. ნუ გიორგი მესამე ამ დროს
უკვე ნამდვილად ცოცხალი არ არის, ეს ფუნქცია მაგისი და ბეთანიას რაც შეეხება, მეორდება თითქმის იგივე კომპოზიცია გიორგი მესამე, თამარ მეფე და ლაშა გიორგი უკვე გვირგვინით და ხმლით შებმული წმინდა მეომრები აქეთ-იქით განა და ფაქტობრივად რუსუდანი რატომ არსად არ არის გამოსახული? რუსუდანი არ არის გამოსახული, ნუ მაინც ლაშა გიორგი იყო გამგრძელებელი. აქ ხო ეს დინასტიური ისა, თან იცით ყველა მიცის ეს რომ ნუ ბევრი სირთულეები იყო თამარის გამეფებასთან დაკავშირებით, იგივე გიორგი მესამესაც ბევრი ემდუროდა ეს დიდი შეთქმულება, სწორედ ბეთანიაში აღიბეჭდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს ორბელიანების ის იყო საკუთრება მათი ისა და მეორე მხარეს არის სწორედ გამოსახული სუმბად დიდი ორბელიანი და მისი ვაჟი. ონცე სუმბათი ძალიან საერთოდ უჭირავს ხელშია ეს ხოჩორ ძალიან კარგი ასლი ამ ბეთანიის ტაძრისა და როგორც მანდატურ თუ ხუცესი და ამის პასალარია მოხსენებული და მაგრამ ბერის სამუშია გეგონება მე ასეთი მოსაზრება არის თან მხატვრული სტილის ანალიზმა უჩვენა რომ ეს მერე ჩადგმული არის. ეს თუ მე-12 საუკუნის 70-იან წლებში მოიხატა მერე უკვე თამარის მე-13 საუკუნის დასაწყისში ისე როგორც დასავლეთ კედელზე ეს დიდი კომპოზიცია, ანუ ბევრი შრე არის ბეთანიაში ძალიან მე-11 საუკუნის შრესაც პოულობთ, ეხლა მე მანდ მუშაობდი და მაშინ ხარაჩოები იდგა და ეს აღმოვაჩინეთ, აქ ხო დიდი ეკლესია იყო, უფრო ძველი, რომლის საკურთხეველი აგურის ფაქტიურად დარჩენილი არის და რომლის პროგრამაც იმეორებს მე-11 საუკუნის პროგრამებს. აქაც ბატონმა იგორ გეგბერდოვმა აქაც აღმოაჩინა გადახატვები თამარის სახის იმაში ბევრად უფრო ლამაზი სახე ჩანს ამ რენტგენოემისიოგრაფიის მიღებულ ფოტოებზე. ჩემი აქ ცისფერი ლურჯი ფერები ჭარბობს. აქ არის ბერლინის ლაჟვარდს უწოდებენ. ეს სხვა საღებავია, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს. ჩვენთან იგივე ყინცვისში და მაშინ არის ნამდვილი აი ლაპის ლაზურსაც ეძახიან ლაჟვარდი, ხო? აი ბადახშანიდან ჩამოტანილი ლაჟვარდი გამოყენებული. აი ეს არის სუმბად დიდი რომლის ფიგურაც გადახატული იქნა და ესე ფიქრობენ რომ აი ეს დაპირისპირება ბაგრატიონების და ორბელიანების აქ აისახა ამ მოხატულობაში. ბერთუბანზეც ვისაუბროთ, ბერთუბნის ფრესკაზეც ორი წუთი რჩება და ამიტომ რომ ჩავეტიოთ. კი ბატონო, ესეც გარეჯის ის არის უდაბნოები არის და ბერთუბანი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი არის. აქაც არის ძალიან პირდაპირი დამიზნებით შეანგრიეს მაშინ საბჭოთა არმიამ და ეს გდია კიდევაც და აქაც არის. ოღონდ აქ უკვე თამარი და ლაშა გიორგი არიან გამოსახული. ნუ ლაშა გიორგი ნამდვილად მეფეა, ეს გვირგვინიც მიუწოდოთ მარიამის წინაშე და აი საფიქრებელია რომ შეიძლება უკვე თამარი აქ გიორგი მესამის როლს ასრულებს, ანუ მედიატორი თავის მემკვიდრესა და მარიამს შორის, ღვთისმშობელს შორის. და ეს თავის დროზე ეს ჩამოხსნილი არის მუზეუმში არის ახლა ლაშა გიორგის ეს გამოსახულება და ისიც იმიტომ რომ ცუდ დღეში იყო ძალიან და ჩამოხსნეს ჩვენმა რესტავრატორებმა და მუზეუმში არის გადატანილი. აი ეს თამარის ესეც ცოტა შეცვლილი არის აქ მაშინ უფრო მაგალითად ყინცვიში უფრო ლამაზია მისი სახე ოვალი ხო და აი აქ მისი ფუნქცია უკვე არის სწორედ როგორც მოგახსენეთ შუამდგომელი მეოხი თავის მემკვიდრისთვის მარიამისა და იესო ქრისტეს წინაშე როცა წარდგებიან. აი ეს ფაქტურად 5 პორტრეტი გამოდის ასეთი, რაც ჩვენ ვიცით. ეხლა ნათლისმცემლის პორტრეტი ცოტა უფრო გვიან გამოჩნდა, როცა გაიწმინდა. და ძალიან ადრინდელია, ხო, ნუ ეს არის გათხოვილიც არ არისო თქვენ. ეს ვარძიის, პირველ ფრესკაზედია. აი მეორეში, მაგრამ აი რა მინდა თქვა, აი ასეთი იყო ეს ძველი ფოტოები არის საბედნიეროდ. ჯერ კიდევ ჩუბინაშვილი და ესენი 22 წელს რო იყვნენ საუნძიმეს პირობებში რო იმუშავეს გარეჯში და მოუხდათ ამის ჩამოხსნა. ხა ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა ძალიან ზიანდება რაღაცა და განადგურების წინაშე არის, რა თქმა უნდა, ეს არ არის უკეთესი გადაწყვეტილება. ერთ სიტყვით, აი ესე თამარ მეფე, უხვად არის წარმოდგენილი. ყველა ერთი ლევან კახთა მეფის პორტრეტებს თუ შევადარებთ რაოდენობრივად, ისიც მე-16 საუკუნის და რა თქმა უნდა, ეკლესიამ მიაგო პატივი და მერე წმინდანათაც აღიარა, მაგრამ თავიდანვე როგორც ჩანს ძალიან ესეთი
თანამედროვე სიტყვას რო ეხლა პოპულარული მეფე იყო და იმსახურებდა კიდევაც ამ ჩვენი პატრიარქ ილიამ მეორის მიერ დახატული თამარ მეფის ფრესკაც გვაქვს დიდუბის ეკლესიაში. ხო, ნუ ახლა ვისაუბრე იმაზე, რაც მის ცხოვრებასთან, მის სიცოცხლეშივე გაკეთდა, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან სწრაფად მისი გარდაცვალების მერე ებერთუბანი ბოლო ესეთი გამოსახულება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი მარიამ დიდებულიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ გვიყურეთ. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ თამარობას. მე ელისაბედ აბულაძე ვიყავი თქვენთან ერთად. ნახვამდის ბედნიერად.